გამარჯობა, გამარჯობა, ხოჩალადე. მოდით განვიხილოთ ის მიზეზები, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოფსიის აღება კოლონოსკოპიის დროს. პირველი მიზეზი ეს არის მსხვილი ნაწლავის ანთება, კოლიტი, თუ გაქვთ მისი სიმპტომები. ძირითადად რა სიმპტომებია, ხო? ფაღარათი, მუცლის ტკივილი, სპაზმური ხასიათის. თქვენ მიდით გასტროენტეროლოგთან, გასტროენტეროლოგმა დაგინიშნათ კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიის დროს შევედით, ჩვენ ვაფასებთ ლორწოვანს მსხვილი ნაწლავის და ვხედავთ ანთების ნიშნებს. რა შეიძლება იყოს ანთების ნიშნები? რა თქმა უნდა, ეს არის შეწითლება, შეშუპება, შეიძლება იყოს ეროზიები, წყლულები ნაწლავში და მაგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ბიოფსიას. ანთებითი შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის რაღაც მონაკვეთი, შეიძლება იყოს სხვადასხვა მონაკვეთები ანთებითი გამოტოვებით და შეიძლება იყოს მთლიანად მსხვილი ნაწლავი ანთებითი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ბიოფსიის აღება თანამედროვე რეკომენდაციებით, როგორც თქვი, ევროპელების რეკომენდაციებით, იღება ერთნაირად. და რაში გულისხმობს რას გულისხმობს ეს ევროპელი რეკომენდაციები, ხო? მინიმუმ ორ-ორი ნაჭერი ბიოფსია უნდა იქნას აღებული თითო მსხვილი ნაწლავის თითო სეგმენტიდან და ასევე თეძოს ნაწლავიდან. ანუ რა სეგმენტებია ეს, ხო? თეძოს ნაწლავიდან დისტალური ნაწილიდან, ხო, ჩვენ შევდივართ მსხვილი ნაწლავიდან. როგორც განვიხილეთ წინა ვიდეოში, ატლასი განახეთ, ხო, როგორ კეთდება კოლონოსკოპია და რა ნაწილებს ვიკვლევთ ხოლმე, ხო? თეძოს ნაწლავიდან ვიღებთ ორ ნაჭერ ბიოფსიას. გამოდივართ შემდეგ ბრმა ნაწლავიდან კიდევ ორ ნაჭერს, ასწვრივი კოლინჯიდან ორ ნაჭერს, მერე განივი კოლინჯიდან ორ ნაჭერს, შემდეგ დასწვრივი კოლინჯიდან ორ ნაჭერს, სიგმოიდული ნაწლავიდან ორ ნაჭერს და შემდეგ უკვე წვრილი ნაწლავიდან, სწორი ნაწლავიდან კიდევ ორ ნაჭერს. ანუ საბოლოო ჯამში და სხვადასხვა კონტეინერებში ვათავსებთ. ანუ საბოლოო ჯამში გამოგვიდა 14 ნაჭერი და 7 კონტეინერში მოთავსებული. მაგრამ ეს არის ევროპელების რეკომენდაციები, მაგრამ აქ არის ასეთი პრობლემა. ჩვენი როცა პრაქტიკაში ვაწყდებით ასეთ პრობლემას, ხო? როგორც წესი, პირველი ეს არის მორფოლოგი, რა თქმა უნდა, მორფოლოგს მიდის ძალიან დიდი სამუშაო, ახლა 7-ვე კონტეინერში ორ-ორი ნაჭერი, დროც იზრდება მისი და მისი შრომაც, რა თქმა უნდა, იზრდება. მაგრამ თუ მორფოლოგს აქვს ანაზღაურება, ვთქვათ, რომ ერთნაირად იღებს თანხას, როგორც 7-ვე კონტეინერზე ისე ერთზე, ვთქვათ, ერთ თანხას იღებს, ფიქსირებული ხელფასი აქვს, მაგ შემთხვევაში ჩვენ მორფოლოგს ნამდვილად გავანაწყენებთ და მომავალში ის აღარ იქნება ისეთი, თუ 7 კონტეინერს გავუგზავნით, ხო, ის აღარ იქნება ისეთი, ისე გულმოდგინედ აღარ შეიძლება აღარ შეხედოს ჩვენ გაგზავნილ პრეპარატებს, როგორც ადრე უყურებდა, ხო? ამიტომ აქ ცოტა სირთულეს ვაწყდებით და თუ მაგალითად და მეორე პრობლემა არის პაციენტი, ხო? თუ მაგალითად თითო კონტეინერზე იქნება შეფასებული, მაგალითად ან ერთი კონტეინერი ღირს 50 ლარი, შეიძლება სხვაგან მეტიც ხდეს, ხო? მაგ შემთხვევაში 7 კონტეინერი, ანუ 350 ლარის გადახდა დამატებით პაციენტმა, რომელიც ესეც კოლონოსკოპიაც არ არის, იაფე პროცედურა, ვთქვათ, შეიძლება 500 ლარამდე დაждდეს და კიდევ 350 ლარი შეიძლება მაშინ გავანაცხდოთ პაციენტები და მაშინ პაციენტებმა აღარია რომ ჩვენთან კოლონოსკოპიის გასაკეთებლად, ხო? ამიტომ ყველა ექიმი, ვეძებთ რაღაც კომპრომისებს. მე პირადად ვიღებ ხოლმე აუცილებლად ანთებითი ნაწილიდან მინიმუმ 3 ნაჭერს ბიოფსიას, ვათავსებ ცალკე კონტეინერში და ასევე 3 ნაჭერს მინიმუმს არაანთებითი ნაწილიდან, ჯანსაღი ნაწილიდან, ლორწოვანიდან და ვათავსებ ცალკე კონტეინერში. ასევე აუცილებლად 2 ნაჭერ ბიოფტაც ვიღებ თეძოს ნაწლავის დისტალური ნაწილიდან და ჯამში რაღაც 3 კონტეინერი გამოდის, რომ მორფოლოგს დიდად არ ვაწყენინო. ეს რაც შეეხება პირველი მიზეზი, ეს არის ანთების მიზეზი. ანთებაში ბევრი დაავადება არის, რომელიც ანთებით გამოიხატება, ეს ჩვენ მორფოლოგმა უნდა დაგვისვა საბოლოო დიაგნოზი, ხო? მეორე მიზეზი, ეს არის ასეთი დაავადება, მიკროსკოპიული კოლიტი, როდესაც ჩვენ გვაქვს სიმპტომები, ჩვენ პაციენტებს გვაქვს სიმპტომები, თქვათ, ანთების მსხვილი ნაწლავის, ეს არის ფაღარათი ძირითადად მიკროსკოპიული კოლიტის დროს, უფრო საღამოს საათებში იცის ხოლმე და უფრო ქალბატონებში 50 წლის შემდეგ, მაგრამ ასე გამოიხატება, ხო, ფაღარათით, მუცლის ტკივილით, მაგრამ შევდივართ კოლონოსკოპიას ვაკეთებ და ლორწოვანი ჯანსაღი გვეჩვენება სრულიად, ხო? მაგ შემთხვევაში უბრალოდ დაზიანება ხდება ხოლმე უფრო ლორწქვეშა სივრცის და იქიდან გამომდინარე ეს პრობლემები, ხო? ამიტომ ჩვენ ვიღებთ ბიოფსიას მაგ შემთხვევაში თეძოს ნაწლავის
ევროპელების რეკომენდაციით ვიღებთ ორ ნაჭერს, ორი ნაჭერი იღება მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევრიდან, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ხო? ეს არის ასწვრივი კოლინჯი და განივი კოლინჯი, ნუ ბრმა ნაწლავი ასწვრივი კოლინჯი, განივი კოლინჯი და მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრიდანაც ვიღებთ ორ ნაჭერს, ხო? ეს არის სიგმოიდური ნაწლავი და დასწვრივი კოლინჯი. მაგრამ ეს მათი რეკომენდაციებით, მაგრამ მე ამასთან ერთად კიდევ ორ ნაჭერს მაინც თეძოს ნაწლავის დისტალური ნაწილიდან ვიღებ ხოლმე მაინც, ანუ იგივე 3 კონტეინერი მაინც გამომდის, ხო? მესამე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია კოლონოსკოპიის დროს, ეს არის როცა განმეორებით ვაკეთებთ უკვე კვლევას, ხო, ანუ ვუმკურნალეთ პაციენტს ამ ანთებით დაავადებებზე, მაგრამ მაინც აქვს რაღაც სიმპტომები შენარჩუნებული, განმეორებით უნიშნავს ხოლმე გასტროენტეროლოგ კოლონოსკოპიას და ჩვენ მაგ დროს უკვე უფრო დაწვრილებით ვათვალიერებთ ხოლმე ნაწლავს. ვიყენებთ აუცილებლად NBA რეჟიმს, ეს ვირტუალური ქრომოენდოსკოპიის რეჟიმი არის ეგრეთ წოდებული და მსხვილი ნაწლავის თითოეულ მონაკვეთს ვათვალიერებთ განსაკუთრებულად ყურადღებით. რომ არაფერი გამოგჩეს და ასევე თუ დავინახავთ ასეთ მონაკვეთს, აუცილებლად ვღებულობთ იქიდან საეჭვო უბნიდან აუცილებლად ვღებულობთ ბიოპსიას. და ასევე თუ თქვათ ამ ანთების რაღაც სიმპტომები აქვს კოლიტის პაციენტს და თქვათ აქვს კიდევ კოლორექტული კიბოს რისკი, ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ხომ, როდის შეიძლება იყოს, ან აქვს რაღაც მილისებრი ნაწლავი, ესეთი ფორმა არის ნაწლავის, ან აქვს შევიწროება ნაწლავის, ხო, რაღაც მონაკვეთზე ანთება, რომელზედაც მკურნალობამ არ იმოქმედა, ხო, ისე უნარჩუნდება ეს ანთება, ან პირველადი მასკულარიზებადი ქოლანგიტი აქვს, ეს არის ხოლმე, მოკლედ მენდეთ ნაწლავის დასახდეს გავლენას. ამ შემთხვევაში მათი ევროპელების რეკომენდაციებით ვღებულობთ აი ყოველ ასეთ მონაკვეთზე, ანთების მონაკვეთზე, ანუ დაზიანების მონაკვეთზე, ყოველ 10 სანტიმეტრში 4 კვადრატის მეთოდით ვღებულობთ ბიოპსიას. ანუ ეს რას ნიშნავს? როგორც ბარეტის საყლაპავზე ვილაპარაკეთ ჩვენ გასტროსკოპიის დროს, ბიოპსიის დროს, ანუ თვითონ მონაკვეთზე ყოველ 10 სანტიმეტრში 4 ნაჭერ ბიოპსიას ვღებულობთ, ანუ ზემოდან, ქვემოდან ნაწლავის ერთ ადგილზე, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, ხო? და ვათავსებთ ცალ-ცალკე ყველას ამ კონტეინერებში. იგივე მეთოდი იყო ბარეტის საყლაპავის, როცა არის ასეთი დაავადება, იქ ოღონდ ყოველ 2 სანტიმეტრში საყლაპავიდან იღებოდა დაზიანებული უბნიდან ეს ნაჭრები და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მორფოლოგს თლად გავაგიჟებთ, იმიტომ კონტეინერების ამ წვრილი ნაწლავის სიგრძე, როგორც თქვით, ხო, ჩვენ არის 100 სანტიმეტრიდან 160 სანტიმეტრამდე, ხო? და კონტეინერების რიცხვიც იზრდება და ბიოპსიის ნაჭრებიც იზრდება. ამიტომ აქაც რაღაც კომპრომისი იქნება მოსანახი ენდოსკოპისტების მხრიდან. მეოთხე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია კოლონოსკოპიის დროს, ეს ვთქვათ, იყო ანთება, ანუ ავიღეთ ბიოპსია, დადასტურდა იქ ვთქვათ არასპეციფიკური ორი დაავადება არის, ხო, არასპეციფიური წყლოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. არასპეციფიური წყლოვანი კოლიტი თუ დადასტურდა, ვთქვათ, უმკურნალეთ პაციენტს, შემდეგ განმეორებით მაგ დროს არის კოლორექტული კიბოს რისკი, ამიტომ განმეორებით უნიშნავთ კოლონოსკოპიას, მოდის პაციენტი და მაგ შემთხვევაში ჩვენც აუცილებლად ვიყენებთ ისევ NBA რეჟიმს, ვათვალიერებთ განსაკუთრებით ყველა მონაკვეთს და ვღებულობთ საეჭვო უბნიდან ბიოპსიას და ასევე ბიოპსიას ვღებულობთ ყველაზე დაზიანებული ანთებითი უბნიდან მინიმუმ 2 ნაჭერს, რომ შევაფასოთ ამ ანთების ხარისხი რა ხარისხის ანთება არის ამჟამად, ხო? მაგრამ კრონის დაავადების დროს ბიოპსიის აღება, ბიოპსიას არ ვღებულობთ ხოლმე განმეორებით, თუ დადასტურებულია კრონის დაავადება, განმეორებით ბიოპსია არ იღება, იმიტომ რომ მაინც ვერაფერს ვერ მივიღებთ, კრონის დაავადება უფრო ღრმად არის ნაწლავის კედელში და ზედაპირი როგორც წესი დაზიანებული არ არის, თუ არ არის თქვა დაწყვილებული. მაგრამ მაგით მაინც ხარისხი კრონის დაავადების არ ისაზღვრება. არ აქვს იმას ხარისხი უბრალოდ წყლოვან კოლიტს ახასიათებს. ასევე მეხუთე მიზეზი თქვათ შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსიის აღება კოლონოსკოპიის დროს, ეს რა თქმა უნდა არის ავთვისებიანი სიმსივნე, როგორც კუჭი იყო, როგორც საყლაპავში, როგორც 12 გოჯანაწლავში, ავთვისებიანი სიმსივნის დროს, როცა ვხედავთ, ჩვენ ვაფასებთ, ვიღებთ 6 ნაჭერს ბიოპტაც აუცილებლად. მე 6 მიზეზი აქ უკვე ხვდებით პოლიპებს, ხო?
პოლიპების შემთხვევაში ბიოპსიის აღება არ ხდება და უნდა მოვიქცეთ ასე ევროპელების რეკომენდაციით იგივე. ჩვენ უნდა ყველა პოლიპი, რასაც ვნახავთ კოლონოსკოპიის დროს, უნდა შევაფასოთ ადეკვატურად. ანუ უნდა გამოვიყენოთ NBA რეჟიმი, Zoom რეჟიმი, ანუ გადიდება რეჟიმი, ასევე თითოეული პოლიპი ეს კაპილარების დონეზე უნდა შევაფასოთ, კაპილარების და კრიპტების დონეზე და გამოვიყენოთ ისეთ კლასიფიკატორები, როგორც არის პარიზის კლასიფიკაცია, კუდოს კლასიფიკაცია, ჯენეტ კლასიფიკაცია, ეს ყველაფერი ავწეროთ ჩვენს იმაში და ამის შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილება ეს პოლიპი რა უყოთ ამას მოვკვეთოთ თუ ექვემდებარა მოკვეთას ახლა მოვკვეთოთ ცოტა მომავალში მოვკვეთოთ უფრო რთული პოლიპი თუ არის თუ თქვა არ ექვემდებარება მოკვეთას ონკოლოგია თუ არის ვიღებთ ბიოპსიას და ვაგზავნით ქირურგთან რომ უკვე ნაწლავის რეზექცია შეიძლება დაჭირდეს და ამ დროს ამ პოლიპების შეფასებისთვის გვჭირდება უკვე კარგი აპარატურა რასაც მე ბევრჯერ მithქვამს, ხო? იმიტომ რომ კარგი აპარატურას აქვს გადიდება, თქვათ, არის აპარატურა, ჩვენ რომელთაც მე ვმუშაობ, თქვათ, იმას აქვს 125-ჯერ გადიდების ფუნქცია, 125-ჯერ ჩვენ კაპილარების შეფასება შეგვიძლია, კრიპტების შეფასება შეგვიძლია და იმ გადაწყვეტილების მიღება, ну არის თუ არა ეს რა სახის ჩაზრდა არის ამ პოლიპის, ხო? თუ არის, თქვათ, მარტო ლორწოვანში ჩაზრდა პოლიპის, შეგვიძლია მოვაცილოთ. თუ ლორწ ქვეშ შიფცერში არის ჩაზრდა პოლიპის, უკვე ქირურგების საქმეა და ვიღებთ ბიოპსიას და ვაგზავნით უკვე ქირურგებთან, რომ ნაწლავის რეზექცია მოხდეს, მოკვეთა. და აქ არის როგორი რეკომენდაციები. კვლევის დროს, თუ ჩვენ ვნახულობთ პოლიპი არის, თქვათ, 1-დან 3 მმ-მდე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია საბიოპსიო მასშტაბით მოვაცილოთ ეს პოლიპი პირდაპირ. ჩვეულებრივად, თუ პოლიპი არის, თქვათ, 1 სანტიმეტრამდე, შეგვიძლია პოლიპექტომიის მარყუჟით ცივი წესით, ან ჩვეულებრივად მოვაცილოთ, კოაგულაციის გამოყენება მაგ შემთხვევაში არ დაგვჭირდება, მაგრამ ეს არ ეხება, თქვათ, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის პოლიპებს, რომლებიც არის 5 მმ-ზე პატარა პოლიპები, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში, როგორც ეს ჰიპერპლაზიური პოლიპებია, ძირითადად და როგორც ესე არ ახასიათებთ ონკოლოგიაში, ანუ კიბოში გადაზრდა. სხვა შემთხვევაში პოლიპებს 1 სანტიმეტრზე ნაკლები როცა არის თვითონ კოლონოსკოპიის მსვლელობისას ჩვენ მაგას ვაცილებთ და ვაგზავნით უკვე მორფოლოგთან. თუ პოლიპი 1 სანტიმეტრზე მეტი არის, იქ განსხვავდება კიდევ რაღაც ფეხზე არის იმას, ანუ 1 სანტიმეტრზე მეტი დიდი პოლიპი უკვე უნდა დაიგეგმოს მისი პოლიპექტომიის შევაფასოთ ადეკვატურად და დავგეგმოთ მისი პოლიპექტომია უკვე ცოტა მომავალში რა, 3-4 თვის შემდეგ. მომზადდება პაციენტი, უკვე ოპერაცია ჩაითვლება, იქ კოაგულაცია დაგვჭირდება, სპეციალური ინსტრუმენტები დაგვჭირდება, რომ ეს პოლიპი იქნას მოცილებული. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს კიბოზე ეჭვი, შევაფასეთ და გვაქვს არის ღრმა ინვაზია, გვაქვს კიბოზე ეჭვი, რა თქმა უნდა, ვიღებთ ბიოპსიას, როგორც თქვი, ონკოლოგიის დროს ხო, გააჩნია პოლიპის სიდიდეს და ვაგზავნით შემდეგ პაციენტს ქირურგთან, რომ ჩატარდეს ნაწლავის ამოკვეთა. ეს არის ყველა მიზეზები, რაც უნდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის, ძირაფაშა, ხოჩამთ.